გამარჯობათ. ინტერნეტ სივრცეში არის ვიდეოები, საიდანაც ავტორები გვეუბნებიან, რომ თურმე თუ სცენარეს ზრდის ფაზაში ვავარჯიშებთ, ასე ვთქვათ, და ნაკლებად მოურწყავთ, ან იშვიათად მოურწყავთ, ასეთ შემთხვევაში მოხდება რა? სცენარე უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს, უფრო დიდი სიღრმიდან შეძლებს წყლის მოპოვებას და მერე როცა გაზრდილი იქნება, მას მორწყვა ან არ დაჭირდება, ან გაცილებით ნაკლები დაჭირდება, ვიდრე იმას, რომელიც შეჩვეულია ნორმალურად რწყვას თავიდანვე და შენ ხარ ჩემი ბატონი, ფესვები აქვს, უფრო ზედაპირთან ახლოს და შესაბამისად უწყლობას ვერ აიტანს. აი, აბა რა გითხრათ. ყველა ნორმალურ ადამიანს ასეთ შემთხვევაში მოლას და ვირის ანეკდოტი უნდა გაახსენდეს. როდესაც მოლამ ვირი ჭამას გადააჩვია, ეს ვირი მოკვდა და ვაიმე, რა დროს მოკვდა ეს ვირი, კაცო ძლივს ჭამას გადავაჩვიეო. ამ სიკეთის დროსაო. აი ასე დაგემართებათ თუ ამ ფილოსოფიას მისდევთ. ეხლა საქმე რაშია? რა თქმა უნდა, თუ სცენარეს ნაკლებად მორწყავთ, ის უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს, მაგრამ ერთი რამე არ დაგვაუწყდეს, რომ ფესვებს აუცილებლად სჭირდება ჟანგბადი და ის ჟანგბადი არის მხოლოდ და მხოლოდ ზევით. სიღრმეში ჟანგბადი არ არის. და მის მოპოვებას სცენარე სიღრმიდან ვერ შეძლებს. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში ხლა ჟანგბადის დეფიციტთან შეგუება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში მოსავალი არასოდეს არ გექნებათ კარგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ხართ სელექციონერი და გაქვთ ტექნიკური დავალება, რომ გამოიყვანოთ გვალვაგამძლე ჯიში. ასეთ შემთხვევაშიდაც ეს ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს. კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა იმუშაოთ წლობით. ერთ თაობაში თქვენ სცენარეს ვერ შეაგუებთ და ჯიშადაც ვერ აქცევთ, რომ ის უწყლობას ან ნაკლებ წყლიანობას შეეგუოს. ხომ? ასე რომ თუ უბრალოდ ავარჯიშებთ სცენარეს, ეს ნიშნავს, რომ უმოსავლოდ დარჩებით ან ძალიან მცირე მოსავლით. და თუ თქვენ ჯიშის გამოყვანა გინდათ, ის ჯიში მაინც მცირე მოსავლიანი იქნება, იმიტომ რომ ვიმეორებ, შეგუება არ არსებობს და თუ მოახერხეთ და ჯიში გამოიყვანეთ, აი უჟანგბადობის გამო მისი მოსავლიანობა იქნება დაბალი. ეხლა საგემოვნო თვისებებზე ვერაფერს გეტყვით. ეს ასეთნაირ სიტუაციაში უბრალოდ შეუძლებელია მისი პროგნოზირება. ამიტომ ბაღში და მინდორში და ბოსტანში იქონიათ ისეთი მცენარეები, რომლის წყლის საჭიროება იცით და რომელსაც შეგიძლიათ საკმარისი რაოდენობით წყალი მიაწოდოთ. თუ გინდათ, რომ მოსავალი მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მცენარეებს მოლას ვირის როლი გარანტირებული აქვს. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.